ცემინება, ხველა, ჩაწითლებული თვალები, სუნთქვის გაძნელება, ეს ის სიმპტომებია, რომელიც გაზაფხულს და ალერგიებს ახლავს ხოლმე თან. სტატისტიკური მონაცემებით ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობის 60-70%-ს ალერგია აწუხებს, საქართველოში მისი მაჩვენებელი თითქმის 40%-ია და სწორედ აი ამ თემით ვაგრძელებთ ჩვენს დღევანდელ ეთერს. ნანამ გალობლიშვილი, ექიმი ალერგოლოგია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. ნანა, მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად და მით უმეტეს ახლა ის სეზონია, როდესაც ალერგიები საკმაოდ აქტიურად არის, ასე ვთქვათ, მოწოდების სიმაღლეზე, გვაწუხებს ხოლმე. მეც ხო დღეს დილით გავიღვიძე და აი ამ პრობლემამ შემაწუხა. შესაბამისად, მოდი დავიწყოთ თავდაპირველად იმით, ზოგადად რა არის ალერგია, როგორია მისი სიმპტომები და გამოხატულება, როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ თქვათ ალერგიის მსხვერპლი ვართ. მიგესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თემა ნამდვილად აქტუალურია. მით უფრო თუ ჩვენ ალერგიული დაავადების გავრცელების მოდელს გადმოვიტანთ ჩვენ სივრცეში, აღმოჩნდება, რომ აი ყოველი მესამე მაყურებელი, რომელიც ეხლა ჩვენ გვიყურებს, ალერგიის ამა თუ იმ ფორმით გახლავთ დაავადებული და იმ ორს, ეგრეთ წოდებულ არაალერგიულ ადამიანს ოჯახის წევრი მაინც ყავს ალერგიული. შესაბამისად, გავრცელების ასეთი ტენდენციით, მრავალფეროვნებით, რიგ შემთხვევაში საკმაოდ გამოხატული სიმძიმით, მიმდინარე ეს ალერგიული დრამის მთავარი აქტორი გახლავთ იმუნური სისტემა, რომლის ბუნებრივი ფუნქცია გახლავთ დაიცვას ორგანიზმი, შეებრძოლოს ყველანაირ გამღიზიანებელს, რომელიც საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ალერგია სწორედ გახლავთ იმუნური სისტემის გამოსვლა აი ამ ბუნებრივი ჩარჩოდან და მისი შეცვლილი პასუხი, ეგრეთ წოდებული გაუკუღმართებული რეაქცია იმ ნივთიერებებზე, რომლის მიმართაც არ უნდა გქონდეს რეაქცია, რომელიც არ გახლავთ საზიანო ორგანიზმისთვის. უნდა გაზაფხულდეს, მცენარეები უნდა აყვავილდეს, ყვავილის მტვერმა ჩვენამდე უნდა მოიტანოს გაზაფხულის ეს სასიამოვნო სურნელი, მაგრამ სამწუხაროდ იმ ადამიანებს, რომელთაც აი ამ მცენარეული ალერგიის მიმართ აქვს ალერგიული განწყობა, მათი სამიზნე გახლავთ ისეთი ვიტალური ორგანოთა სისტემა, სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორც გახლავთ ფუნქციით, როგორც გახლავთ სასუნთქი სისტემა და მისი შეფერხება სწორედ აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ზუსტად ეს ფაქტორი, რომ აი ცხვირის გაჭედილობა, ვიცით რომ იგივე ალერგიული რინიტის ერთ-ერთი ყველაზე ძალიან უსიამოვნო სიმპტომია, ხო? როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ შემთხვევაში უკვე ალერგიულ რინიტს და არის თუ არა შესაძლებელი რომ მოვიხმაროთ საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ცხვირის წვეთები ხანგრძლივად. აი ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს კითხვა ჩნდება ხოლმე ამ ნაზალურ პრეპარატებთან. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მოიხმარს ხანგრძლივად წლების განმავლობაში თვითნებურად ეგრეთ წოდებულ ცხვირის გამხსნელებს, დეკონგესტანტებს, რომელთაც უამრავი გვერდითი ეფექტი აქვს, მათი გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა 3-5 დღეა. და თავად ხდებიან ხოლმე თვითონ აი ამ რინიტის სიმპტომების მიზეზი და ადამიანს, რომელსაც დასაწყისში შესაძლოა ალერგიული რინიტის ფორმა ჰქონდეს, მისი ალერგიული რინიტი ფორმინდეს უკვე მედიკამენტოზურ რინიტში, რომელსაც სწორედ აი ეს ნაზალური დეკონგესტანტები, ანუ ეგრეთ წოდებული გამხსნელები იწვევენ. შესაბამისად, ალერგიული რინიტით გამოვლენილი აი სეზონური ალერგიის თუ რიგ შემთხვევაში სრულწლიანი ალერგიული სიმპტომების მართვა შესაძლებელია ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებით. სუბუქ შემთხვევაში შესაძლებელია საკმარისი იყოს აღნიშნული პრეპარატები, მათ მიეკუთვნება ახალი თაობის, ძირითადად, რასაც ჩვენ მივმართავთ, ეს არის ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომელთაც გააჩნიათ მინიმალური გვერდითი ეფექტები, არ იწვევენ ძილიანობას და ესეთ შემაწუხებელ მოდუნებას, მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ესეთი აქტიური სამუშაო პროცესის, მანქანის მართვის დროს არ არის ხელშემშლელი, ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი გახლავთ სწორედ დესლორატადინი ამჟამად აი ორანექსის სახელწოდებით და იმ შემთხვევაში თუ საშუალო მძიმე მიმდინარეობის სიმპტომები აწუხებს პაციენტს, მხოლოდ ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღება არ გახლავთ საკმარისი და ამ შემთხვევაში თავის ესეთ მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს ადგილობრივად გამოყენებადი, ეგრეთ წოდებული ნაზალური სტეროიდები, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ მომეტაზონი.
კი ბატონო, აი რადგან ბავშვები და მოზარდები ვახსენეთ, ხო? იგივე საინტერესოა ამ ასაკობრივ კატეგორიაში ადგილობრივი მოქმედების პერიოდის ხანგრძლივი გამოყენება. იწვევს თუ არა გვერდით მოვლენებს. გვერდით მოვლენებში გულისხმობ თქვათ მიჩვევას, მასე დამოკიდებულებას და მსგავს თქვათ არასასურველ აი გამხსნელებისგან განსხვავებით, სწორედ მათი ღირსება გახლავთ ის, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად, ისინი ძალიან სწრაფად აკეთებენ ალერგიული რეაქციების კუპირებას, ბიოშეღწევადობა აქვთ დაბალი, ვიყენებთ X, სადაც უჭირს ორგანიზმს, ხომ, ადგილობრივად. მათი შეღწევადობა და სისტემური მოქმედება, სხვადასხვა ორგანოებზე დამაზიანებელი მოქმედება მინიმალურია პრაქტიკულად არ გახლავთ, შესაბამისად ბავშვთა ასაკიდან აი მომეტაზონის ამ შემთხვევაში რენოქსის სახელწოდებით გამოყენება ეს მაგალითი მინდა რომ განვიხილოთ. მაგალითად შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ის არის ასაკიდან აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივად ალერგიის სიმპტომებისგან დამოკიდებულებით შესაძლებელია მისი დანიშვნა. და ქალბატონთან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 71%-ში თითქმის და საკმაოდ მაღალია ეს მონაცემები, გვხვდება ისეთი სიმპტომები, როგორც არის თვალის ქავილი, სიწითლე, გაღიზიანება და ესეც საკმაოდ შემაწუხებელია. ხო ვთქვათ, გარდა ნაზალური პრეპარატებისა, რით შეიძლება რომ გაუმკლავდეთ აი ამ სიმპტომატიკას? დიახ, ხშირ შემთხვევაში სწორედ ესე გვაქვს დიაგნოსტირებული ალერგიული რინოკონიუნქტივიტი, ცხვირის და თვალის ერთდროული ჩართულობა, ხო? იმიტომ რომ სწორედ აი ამ ჰაერში არსებული სცენარეული მტვრის მარცვალი პირველ რიგში სასუნთქ სისტემაში და თვალის ლორწოვანს ხვდება, შესაბამისად აქ არის მათი სამიზნე ორგანოები და იწვევენ ალერგიული პრობლემების გამოვლინებას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანტიალერგიული ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ აი ეს ნაზალურად ცხვირში გამოყენებული ადგილობრივი სტეროიდული პრეპარატი თვალის სიმპტომატიკის საწინააღმდეგო მოქმედებასაც იჩენს და ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტს თვალში ადგილობრივად გამოსაყენებელი სხვადასხვა მედიკამენტი არც გახდეს პაციენტის შემთხვევაში საჭირო. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება, რა თქმა უნდა, თვალის, ანუ ოფთალმოლოგიური წვეთების ეს იქნება ძირითადად ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება. კი ბატონო, აი ანტიჰისტამინურ საშუალებებს თქვენ გარკვეულწილად შეეხეთ და ახსენეთ, რომ ის არ იწვევს თქვათ მოდუნებას, უძალობას, კი ბატონო, ახალი თაობის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იგივე ალერგიული დაავადებების მკურნალობისას ისინი ხანგრძლივად ინიშნება ხოლმე, ხო? თქვათ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ თუ შეგვიძლია რომ თქვათ რა ხანგრძლივობითაც დაგვინიშნავენ მსგავსი ტიპის მედიკამენტებს და პრეპარატებს, თამამად მივიღოთ ისინი. საბედნიეროდ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატების ჯგუფი გახლავთ ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, ანტიალერგიული პრეპარატები და დამოკიდებულებით ალერგიული სიმპტომების ხანგრძლივობისა პაციენტმა უნდა მიიღოს და შეუძლია მიიღოს და არ იფიქროს თქვათ იმ გვერდით ეფექტებზე, რომელიც შეიძლება იყოს პაციენტისთვის შემაშფოთებელი, რადგან მათ პრაქტიკულად გვერდითი ეფექტები თუ ინდივიდუალური გამოხატულება არ არის, თუმცა არის ფართო არჩევანი ახალი თაობის ანტიალერგიული პრეპარატების და შეიძლება მათი ჩანაცვლება და მორგება პაციენტისთვის. კი ბატონო, და ალერგიული დერმატიტი, ესეც ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მინდა რომ მოვასწროთ. ახლა მით უმეტეს ვიცით, რომ არის გამწვავებულ მდგომარეობაში, ვისაც აწუხებთ ხო ეს პრობლემა. როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ შემთხვევაში ჩვენს კანს? დიახ, სანამ ალერგიულ დერმატიტზე დავიწყებთ, ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია რომ გავაჟღეროთ ალერგოლოგიაში განსაკუთრებით ეფექტური სეზონური ალერგიის დროს გახლავთ იმუნოთერაპია, ანუ მეთოდი მკურნალობისა, როდესაც ალერგენით, აი, როცა ჩვენ დავადგენთ, გავაკეთებთ დიაგნოსტიკას, დავადგენთ კონკრეტულად რომელი ალერგენია პაციენტისთვის გამომწვევი მისი სიმპტომებისა, აი ამ კონკრეტული ალერგენის ექსტრაქტის შეყვანა ხდება ან საინექციო ფორმით, ან ენისქვეშა ჩაწვეთების სახით, ნელ-ნელა იმუნური სისტემა მიეჩვევა მას, აღარ აღიქვამს როგორც მისთვის დამაზიანებელს და ეს გახლავთ პაციენტის რემისიის კლინიკური სიმპტომებისგან თავისუფალი ხანგრძლივი პერიოდის საშუალება. რაც შეეხება კანის ფორმებს, დერმატიტებს, ხო, ასე ვუწოდებთ ჩვენ, დერმატიტი გახლავთ კანზე მიმდინარე ანთებითი პროცესი. ალერგიის შემთხვევაში ალერგიული ანთება, რომლის გამაღიზიანებელი თუ ვთქვათ სეზონურად მივუდგებით, ეხლა გახლავთ აი პირდაპირი კონტაქტი მაგალითად მცენარეებთან, როდესაც კანით პირდაპირი შეხება ხდება.
ჰაერში არსებული ალერგენები ნაკლებად იწვევენ კანის გამოხატულებას, თუმცა კანთან შეხებისას მათ ეს უნარი გააჩნიათ, ასევე ზაფხულისთვის უკვე კარზეა მომდგარი ზაფხული, მზის ზემოქმედება განსაკუთრებით ადრეული ზაფხულისთვის, მზის მიერი ალერგიული დერმატიტების განვითარება, პოლიმორფული მალამოები ამ დროს შეიძლება რომ თქვათ მოვიხმაროთ. დიახ, სწორედ არჩევის პრეპარატი, პირველი რიგის პრეპარატები ამ დროს გახლავთ სტეროიდი შემცველი მალამოების გამოყენება. თუმცა რიგ შემთხვევაში სწორედ ხანგრძლივად მიმდინარე დერმატიტის დროს იმის გამო რომ ქავილი ახლავს კანზე მიმდინარე ამ პრობლემას, ქავილის შედეგად მიღებული კანის ნაკაწრები და დაზიანება, ესეთი ფართო არეალია სხვადასხვა მიკრობის, ბაქტერიის თუ სოკოვანი ინფექციის განვითარებისთვის და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი არა მხოლოდ სტეროიდის შემცველ, არამედ კომბინირებულ მალამოებზე დგება, რომელიც სტეროიდის პარალელურად შეიცავს ანტიბაქტერიული მოქმედების პრეპარატს და ანტიმიკოზური, ანუ სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ნივთიერებას. მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ამომწურავი იყო, ბევრი სახის, ასე ვთქვათ, საალერგიულ ფონს შევეხეთ. მადლობა საინტერესო რჩევებისთვის.